საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარები გკეთდება პარტიების ცენტრალურ ოფისებსა და შტაბებში. ქართული ოცნების ინფორმაციით სამივე ოლქში კოალიცია ლიდერობს. ნაციონალურ მოძრაობაში კი გარკვეულ დარღვევებზე საუბრობენ. ნაძალადევის რაიონიდან გვანცა პაპავაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. უბნებზე ხმის მიცემა დაახლოებით 1 საათის წინ შეწყდა უკვე გეთდება პირველი განცხადებები პარტიულ ოფისებში. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ კორძაიამ დღევანდელი დღეში აჯამა და მადლობა გადაუხადა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, ვინც მის წინა საარჩევნო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას. დავით საგანელიძეს თქმით, ქართული ოცნების პირველადი მონაცემებით კი სამივე ოლქში ქართული ოცნება, კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს. ასევე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განცხადება გააკეთეს ნაციონალურ მოძრაობაში. მათი განცხადებით სამივე ოლქში მთლიანობაში 67-მდე კანონდარღვევა დაფიქსირდა. ისინი გეგმავენ, რომ აღნიშნული მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნონ. თითოეულ ადამიანს, რომელმაც დღეს გამოხატა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, უხდი მადლობას, შტაბის წარმომადგენლებს აქტივს ყველას უხდი მადლობას და დამატებით კომენტარისგან ამ წუთში თავს შევიგებ, მე მაინც ოფიციალურ შედეგებს დაველოდები. ჩაბარდა პატრონს ის დრო, როდესაც მონაცემები ხელისუფლებას ჰქონდა მანამ, სანამ დაითვლებოდა ხოლმე ბიულეტენები. ახლა მონაცემები იქნება მას შემდეგ, როდესაც დაითვლება ბიულეტენი. ასე რომ წინასწარი მოლოდინი გვაქვს გამარჯვების. არჩევნების დღე ხასიათებოდა სამივე ოლქში გარკვეული კანონდარღვევებით და გადასწრომებით. ჩვენი დამკვირვებლების და კომისიის წევრების მიერ სამივე ოლქში დაფიქსირებულია დაახლოებით 90-მდე კანონდარღვევა და გადასწრომა და შეტანილი არის სამივე საარჩევნო ოლქში შესაბამისი საჩივრები. თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ დღევანდელმა არჩევნებამ 7 ვითარებაში ჩაიარა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. სოსო მანჯავიძე კი თავის მთავარ კონკურენტად ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თამარ კორძაიას მიიჩნევს. მე როგორც უკვე გითხარით, საარჩევნო უბნები დაკეტილი, ახლა მიმდინარეობს ხმების დაცვა. შემაჯამებელ ოქმებს წაიღებენ სულ ცოტა ხანში საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიებში, ამის შემდეგ კი ონლაინ მონაცემებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნიან. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი ინფორმაციები დაახლოებით ვფლობთ სიტუაციას და ვიცით რომ ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს, ძირითადი კონკურენტები ვართ ქალბატონი თამარ კორძაია და მე. ნახოთ დიდი დრო არ დარჩა რომ პირველადი მონაცემები გვექნება უკვე ხელთ და იმის მიხედვით ვივიჟელოთ. არჩევნებმა ჩაიარა ძირითადად 7 ვითარებაში. არსებობს გარკვეული მონაცემები მასთან დაკავშირებით, რომ გამოყენებული იქნა ყალბი პირადობის მოწმობების გარკვეული რაოდენობა, თუმცა ეს შეიძლება გადამოწმებული იქნებს მხოლოდ ხვალ, თუ კი გაიხსნება ამორჩეველთა სიის სამაგიდო ვერსიები. აქტივობა როგორც მოსალოდნელი იყო საშუალოზე დაბალია, როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე შუალედურ არჩევნებზე, რაც შეეხება შედეგებს, ალბათ 10 საათის შემდგომ გვექნება პირველი მონაცემები. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, მთელი საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია. მე შეგახსენებთ, რომ ახლა უკვე დაკეტილია საარჩევნო უბნები, მთელი საქართველოს მასშტაბით ის 8 საათზე დაიკეტა. დიდი მადლობა გვანცა, პოლიტიკოსების განცხადებებს პირდაპირ ეთერში გვანცა პაპავაძე საუბრობდა.